9-17-ის 28 მაგალითი. ვიხილავთ განტოლებას. 3 ლოგარითმ 2-ის ფუძით x კვადრატი მინუს ლოგარითმ კვადრატ 2-ის ფუძით მინუს x უდრის 5-ს. როგორც იცით, ლოგარითმის ნიშნის ქვეშ მდგომი გამოსახულება ყოველთვის უნდა იყოს დადებითი. ესე იგი, მინუს x მეტია 0-ზე. მინუს x დადებითი იქნება, როცა x არის უარყოფითი. ესე იგი, მოცემულ განტოლებაში x-ვადი ღებულობს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით რიცხვით მნიშვნელობებს. x კვადრატი შეიძლება წარმოადგინოთ როგორც მინუს x კვადრატი. ხარისხის მაჩვენებელი 2 შეიძლება გადავსვათ ლოგარითმის ნიშნის წინ. მაშინ დარჩება იქ ლოგარითმ 2-ის ფუძით მინუს x. ამრიგად, მოცემული განტოლება შეიძლება გადავწეროთ შემდეგი სახით. 6 ლოგარითმ 2-ის ფუძით მინუს x-ისა მინუს ლოგარითმ კვადრატ 2-ის ფუძით მინუს x-ისა უდრის 5-ს. შემოვიღოთ აღნიშვნა. ლოგარითმ 2-ის ფუძით მინუს x უდრის y-ს. მაშინ მივიღებთ განტოლებას 6y მინუს y კვადრატი უდრის 5-ს. განტოლების ამოხსნით მივიღებთ y უდრის 5-ს ან y უდრის 1-ს. დავუბრუნდეთ აღნიშვნას. ლოგარითმ 2-ის ფუძით მინუს x უდრის 5-ს. 5 შევთვალოთ ლოგარითმ. ფუძეთ გამოვიყენოთ ორიანი. მივიღებთ ლოგარითმ 2-ის ფუძით 2 ხარისხად 5. თუ ორივე მხარიდან ლოგარითმს მოვხსნით, მივიღებთ მინუს x უდრის 2 ხარისხად 5, ანუ x უდრის მინუს 32. y-ის მეორე მნიშვნელობა y უდრის 1. ლოგარითმ 2-ის ფუძით მინუს x უდრის 1, აქედან ამოხსნით, მივიღებთ x უდრის მინუს 2-ს.